გადავწყვიტე დღეს რამე დაბალკალორიული გადამეღო. Რაღაც რეცეპტი მოვჩხლართ Instagram-ზე და გიმზადებთ მაღალცილოვან შედარებით დაბალკალორიულ ღვაწლებს, რომელიც როგორი გამოვიდა ვიდეოს ბოლოში გაიგებთ. ჩემი დაწონის ჭიდილი გრძელდება, ძალს მე ვარ და ძალს ის არის, მაგრამ არ გეგონოთ რომ მე ამას ვერ შევძლებ. ცხოვრებაში რამდენჯერმე იყო მომენტი, როდესაც თავი ხელში ავიყვანე და ბევრი კილოგრამი დავიკელი. პირველად ეს 12 წლის ასაკში მოვახერხე ჩემი დის დახმარებით და მრავალი წელი ვინარჩუნებდი წონას, მუდმივი შიმშილის და თვითგვემის ხარჯზე. და აი სწორედ მაშინ დაიწყო ჩემს და სასწორს შორის არაჯანსაღი ურთიერთობა. თუმცა წინსვლებიც არის. ბოლო რამდენიმე წელია ვახერხებ და მხოლოდ დილაობის წონი ჩემს ცოდვებს. იყო დრო ხანდახან დღეში სამჯერად სასწორზე ვიდექი. ხოლო პიკი იყო ბარსელონაში სასწორით რომ წავედი, საიდანაც ჩემი მეგობარი კინაღამ გამომექცა. მოკლედ, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ფსიქიატრულში არ მოხვდე. მთავარია მთლიანად მე არ შევჯამო ჩვენი მაღალცილოვანი. კიდე ერთიც უნდა ვჯამო. ესე ვერ დავკმაყოფილდები ვერანაირად. ცილად გადავიკეცი. ხაჭო საერთოდ არ იგრძნობა, აი საერთოდ გრამი. ისე დიეტურია ხა ეს? ნუ დიეტურია ყველაფერი, მე რომ ვკითხოთ, თუ ჭამ ერთ ნაჭერს, ცოტას. ნუ მთლიან ლანგარს ვშეჯამ. ეს ბოლო მეც აღარ შევჯამ. ვიმედოვნოთ რომ მესამე ცალზე გავჩერდები.